როცა დაიწყო ეს რაღაცა გადატრიალება, რევოლუცია თუ რაღაცა, მაგრამ ამან მოიტანა ის, რომ ის ანტიკონსტიტუციური მეთოდით რომ მოხდა ეს ყველაფერი, ეს გაგრძელდა და აი აქამდე მოვედით და უფრო უარესად ველოდით. დარწმუნებული იყავით, იმიტომ რომ SSA მარტივად არ დამთავრდება, კი ოპოზიცია შეიკრიბა დეკლარაციას ხელი მოაწერეს და არ გადადგება სააკაშვილი და რას იცამენ. აინტერესებს. კარგით, ძალიან მცირე რეკლამა ჩვენს ეთერში, შემდეგ დარბაზიდან რეპლიკები და შეკითხვები. რეკლამა. ბარიერი კვლავ პირდაპირ ეთერშია და დარბაზს უთმობ სიტყვას რეპლიკებისთვის და შეკითხვებისთვის. გისმენთ. მოგესალმებით. გიორგი მაისაშვილის მომავლის პარტია. ხალხოვნო თქვენ გადაცემის პირველ ნაწილში დასვით შეკითხვა. არის თუ არა კარგი 5 წელიწადში 5 პრემიერ-მინისტრი. მოკლედ უპასუხებ ამ შეკითხვას, ეს არის ტრაგედია ქართული საზოგადოებისთვის. რატომ ტრაგედია? ტრაგედია იმიტომ რომ კარგი პრემიერ-მინისტრები საფუძვლად იყო ერთი ტრაგედია, მაგრამ მთლიანობაში არის კარგი პრემიერ-მინისტრები არ იცვლებიან და რატომ იცვლებიან? საქართველოში ეს ყველამ კარგად იცით. ეხლა ვიტყვი იმას, რომ ბატონი ზურაბ ჟვანია როდესაც გარდაიცვალა სამწუხაროდ, როდესაც მოხდა ეს სამწუხარო ფაქტი, ჩემი თაობის წარმომადგენლების მოსაზრებას გეტყვით, რომ ძალიან წუხდით და დღესაც ძალიან ცივა გული. ბატონი ზურაბ ჟვანია იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა ქართული პარლამენტარიზმის ტრადიცია საქართველოში. ბატონი ზურაბ ჟვანია იყო ადამიანი პრემიერ-მინისტრობის დროს, რომელიც მტკიცედ ამბობდა ხმამაღლა ამბობდა თავის სიტყვას და აკეთებდა გასაკეთებელს ქვეყნისთვის და ამაში მას ხელს არავინ არ უშლიდა. დანარჩენებზე რა სიტყვით ხოდეთ მოგეთ? დანარჩენებზე არაფერს არ უშლიდა. სხვა პრემიერ-მინისტრებს ბატონ ზურაბისგან განსხვავებით არაფერი არ გაუკეთებიათ ქართული. ბატონ ზურაბ ნოღაიძეს არ გაუკეთებია? არ გაუკეთებიათ. სოფლიო ბანკის მონაცემებით რო სხვანაირად არის? არ მინდა სხვა პრემიერ-მინისტრებზე დღეს განვიხილოთ ხმა. და რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის ინსტიტუტის არსებობას ან არარსებობას, მე ვთვლი, რომ საქართველოში დღეს პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი არ უნდა არსებობდეს, იმდენად რამდენადაც ეს ინსტიტუტი არ მოქმედებს. ბატონ ახალ დავეთანხმები, რომ პირველ რიგში საუბარს როდესაც ვიწყებ პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტზე, კონსტიტუციას უნდა მივხედოთ და ამის შემდეგ დავნიშნოთ პრემიერ-მინისტრს. მადლობთ, გადაეცით მიკროფონი გვერდით. კითხვა მაქვს ყოველთვის ასეთი. ხომ არ ფიქრობთ, რომ დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველოში არ არსებობს თუნდაც პოლიტიკური კულტურის ელემენტარული რაღაც დონე. რას გულისხმობთ? აი რას გულისხმობთ მაგალითად იმას, რომ დღეს ხელისუფლებაში არიან ისინი, რომლებიც ადრე იყვნენ ხელისუფლებაში, წამოვიდნენ ოპოზიციაში და დღეს ხელისუფლებაში არიან. არა თუნდაც საზოგადოებაში კულტურა რაშუაში ამასთან. ანუ რა გეტყვით, ანუ საზოგადოებაშიც კი რაღაც როცა არჩევანს ვაკეთებთ, მხოლოდ რაღაც მღელვარებიდან გამომდინარე. ხო და ამ დროს არასწორი არჩევანი გავაკეთეთ, იმიტომ რომ ფაქტების ახეზეა. ანუ შესაბამისად ქართული ხალხი ვერ აკეთებს არჩევანს სწორს და რატომ? იმიტომ ხوارა რომ მართლა არ არსებობს საქართველოში პოლიტიკური კულტურის თუნდაც რაღაც ელემენტარული დონე. არით, მოდით თუნდაც სრული რომ უპასუხოთ ამ შეკითხვაზე და შემდეგ კიდევ მოგცემთ შემდეგ სიტყვას, ვის აქვს სრული რომ უპასუხოთ ამ შეკითხვაზე, რატომ ვერ აკეთებს ქართული ხალხი სწორ არჩევანს? ბატონ პეტრე მოკლედ და შემდეგ თუ აქვს. მე მგონი ჩვენ მივედით იმ უკვე დასკვნამდე და შესანიშნავად ძალიან ბატონო სოსომა მელტო კორუფციაზე ვილაპარაკეთ იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრი დღეს არის შირმა და მგალობლიშვილი თავის ჭკუაში შეარჩიეს იმით, რომ 1-2 გავლენიანი პიროვნების ახლო მეგობარი იყო, რომ მოვიდა პიროვნება, რომელსაც მთლიანად გავაკონტროლებთ და რასაც ვეტყვით, იმას ყველაფერს გააკეთებს, ეს აშკარა იყო, მაგრამ საბოლოოდ თუ არ ითქვა კაცმა ამაზე, მაგრამ აი მომწიფთ ეს ყველაფერი. საპრეზიდენტო სისტემა საქართველოში გაიმცადა სრული კრახი. ანუ არა თუ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტიც აღარ გვინდა უკვე. არა, მე გეტყვით, პრეზიდენტიც გვინდა თქვა, მაგრამ არსებობს ევროპული გამოცდილების სისტემა. ახლა ნახეთ, ბევრი ფაქტები რომ არ ჩამოვთვალო, ძალიან მოკლედ ყველასაც გასაგებად ვიყო. 2007 წლის 7 ნოემბერი და შარშანდელი აგვისტოს ავანტიურა. ეს ორი მოვლენა პირდაპირ მტკიცებულება იმისა, რომ ბალანსის და კონტროლის მექანიზმი ქვეყანაში არ არის, რომ გარდა ამისა ახლანდელი სისტემა არის სისტემა, როდესაც ეს კამი სავარძელი პრეზიდენტის ხდება საჯილდაო ქვა და ყველა იბრძვიან არა იმისაც, რომ პროგრამა წარმოადგინონ და პროგრამით შეეჯიბონ ერთმანეთს, ანუ ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენცია კი არ არის,
არამედ გროვდებიან პოლიტიკური ჯგუფები, აბა ვინ ჩაიგდებს ხელში ამ სავარძელს და მე მივხედოთ, მე ვნახოთ რა იქნება. აღარ ეკადრება ეს ქართულ ხალხს. ეხლა მიშა გახდა ცუდი, ძირს მიშა, ვაშა რომელიმე გრიშას თქვა. მე გრიშა იქნება ცუდი თქვა, კაკო თუ კოკა და ესე არა. ეს არის ეგრეთ წოდებული სამხრეთ ამერიკული ვარიანტი, ისიც მომამდელი თორე სამხრეთ ამერიკამ ეს უკვე მოიხადა ეს სახადი და დღეს უკვე ის დონე არის ნამდვილად რომ ვისაუბრებთ თუნდაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე. ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი დაგჭირდება, ხო? რა თქმა უნდა, ის გაუქმება არ გამოგვივა. ვინ არის იტალიაში პრეზიდენტი? პრემიერ-მინისტრი ყოველთვის დაგჭირდება. კონსტიტუციურ მონარქიისას დროს. ვინ არის გერმანიაში? ანუ მაშინ ჩვენ დავისაუბროთ იმაზე, რომ არ შეიძლება პრემიერ-მინისტრი იყოს ასეთი სუსტი და უუქლება, ხო? ბატონო, თქვენ ხო არ გაქვს სპეციფიკი კითხვაზე, რატომ აკეთებს ქართველი ხალხი? ხო, მე მინდა გამოვიდეთ ქართულ საზოგადოებას. მართალია, არასწორად შევანს ვაკეთებ ძალიან ხშირად, მაგრამ ეს ალბათ მაინც ცოტა უიღბლობითაც არის ალბათ ჩვენი გამოწვეული. და ჩვენ გვიწევს არჩევანის გაკეთება მუდმივად რაღაც ეიფორიულ ვითარებაში. პირველი პრეზიდენტი ავირჩიეთ ეიფორიულ ვითარებაში ეროვნული მოძრაობის დარღვევაზე. მერე მოხდა გადატრიალება და იქ იმ დარღვევაზე მოვიდა უკვე შევარდნაძე და იქაც ეიფორიულ ვითარებაში ვიყავით. შემდეგ მოხდა ეს ვარდების რევოლუცია და იქაც ეიფორიულ ვითარებაში აი ეს თავისთავად ეს ვითარება არის არაჯანსაღი, რომელშიც ჩვენ გვიწევს არჩევანის გაკეთება და ამიტომაც ჩვენი არჩევანი ყოველთვის ვერ ამართლებს. ესე იგი, თავარი აი რა თქვენ ძანეთ, კულტურა ისაზღვრება თუ რამდენად თავისუფალი არის საინფორმაციო საშუალებები ქვეყანაში. და ყველა ხელისუფლება ცდილობს, რომ სათავისოდ მოერგოს ეს საინფორმაციო საშუალებები, რომ იდეოლოგია აკონტროლოს. და შესაბამისად კულტურა ვერ იქმნება ქვეყანაში, იმიტომ რომ მონოპოლიზირებულია საინფორმაციო საშუალებები, მონოპოლიზირებულია ფინანსური საშუალებები, არ აქვს პოლიტიკურ პარტიებს თუ რაღაც ჯგუფებს თავის წარმოჩენის საშუალება. ჩვენ უკრაინაზე ვისაუბრეთ, ხო? უკრაინაში რა ხდება იქ? საკმაოდ დიდი ფინანსური წრეები თავისუფლად აფინანსებენ სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებებს და ატარებენ თავიანთ ინტერესებს. და საქართველოში ეს რაღაც გამორიცხულია, რომ ვიღაცა რომელიღაც ბიზნესმენმა დააფინანსოს თავშოთ რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფი, მაგრამ ბადრი პატარკაშვილის მაგალითი მივიღეთ, ხო? და მე ისე თქვა მინდა დამატება აქვს, რომ თავარი კულტურაში არ არის, ხალხს ვერ მოსთხოვ კულტურას. ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს, რომ ეს კულტურა ჩამოყალიბდეს და უნდა დაიცვას სასამართლოს დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ჩვენი დასავლელი მოკავშირეებიც, რომელიც ხშირად ასე ვთქვათ, გვასწავლიან ჭკუას დემოკრატიაზე, ხშირად სწოდავდნენ და ხშირად ასე ვთქვათ, უბიძგებდნენ, რომ ესეთი ავტოკრატიული თუ რაღაცა ტოტალიტარული სისტემები ჩამოყალიბებული. კარგი, შეკითხვა კიდევ ერთი დარბაზიდან. თქვენ ახსენეთ, რომ რომელ პრემიერ-მინისტრსაც ფეხი დაუწდება და მე მაინტერესებს თქვენი აზრით, რომელ პრემიერ-მინისტრს დაუწდა ყველაზე მეტად ფეხი ამ ხნის განმავლობაში. ის ახლა ეს ფიგურალური ნათქვამი იყო. პრემიერ-მინისტრი საზგამოკიდებული და საპენსიო ასაკამდე ამ თანამდებობაზე მისული არ ახსოვს საქართველოს. მეგონი ფეხი ვერ შეიმაგრა ვერც ერთმა. შეურაძია. ბატონო? ეგეც შეურაძია. ხო, ნუ პრემიერ-მინისტრი არ იყო ის და ამიტომ. ამდენად ვერ გეტყვით წარმატებულ პრემიერ-მინისტრს და რაიმე ესე იგი ისტორიას შემორჩენილ ფაქტებზე, თუმცა ახლა თქვენ გადამახსოვდებათ ალბათ ჩემი თაობის ხალხსაც არ ახსოვთ სულ ყველას იყო ასეთი პრემიერ-მინისტრი ზურაბ პატარიძე. წარმოებიდან მოსული ადამიანი, რომელიც